მოგესალმებით. ამჯერად უნდა ვისაუბრო იმ კარგად შენიღბულ სატყუარაზე, რომელიც არის საძირკველი ყველა იმ უბედურებებისა, რაც რომ კაცობრიობას თავს დასტეხვია. რომელსაც ისე გაუდგამს ფესვები ადამიანთა ცნობიერებაში, რომ მისგან მიღებულ შრამს სიცოცხლის წყაროდ მიიჩნევს ხალხი და მის გამო მომკილ უბედურებათა მშველებადაც ისევ მას მიმართავენ. აი ასე გაუკუღმართა შემეცნება ადამიანებს რელიგიამ და მოახერხა ის, რომ იმ დონეზე მიეძინებიან მათთვის გონება, რომ სრულიად საკაცობრიო წარღვნის მომკის დამსახურების პირასაც მიიყვანა. ეს ზღაპარი არ გახლავთ, მეგობრებო, არამედ სამწუხაროდ ის სიმართლეა, რომელიც ამჟამად უკვე სინამდვილედ არის ქცეული. საუკუნეების მანძილზე რომ სიცრუე სიმართლეს შთაუნერგავდნენ ხალხს, ცხადია გარდაუვალი იყო ის, რომ როდესღაც მოხდებოდა ამ სიცრუის დასასრულამდე მისვლაც. იმიტომ რომ სიცრუე არასოდეს ასრულდება ფაქტებად. თუმცა მისი უდიდესი დამსახურება ის არის, რომ სიმართლის დანახვის უნარს უდავს და სანამ მისი ფაქტები უშუალოდ არ შეეხება და არ დააზარალებს პიროვნებას, მანამ ვერ აეხილება თვალი. თუმცა სამწუხაროდ არც ისე იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როცა ეს შედეგები სასიკვდილო დონისა არიან და სიმართლის მიხვედრასაც უკვე იმ ქვეყნად აქვს ადგილი, ვინაიდან შემქმნელის მიერ დადგენილია ისე, რომ სიმართლის მიუღებელი არავინ დარჩება გმირებათაგან. ვინაიდან და რადგანაც ღმერთს ადამიანთა მოდგმა გასანადგურებლად არ შეუქმნია, ამიტომაც იმ პერიოდში, როცა კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვები იმ ზღვარს მიაღწევდა, რომ სრულიად საკაცობრიო დონის წარღვნის მომკის განაჩენს დაიმსახურებდა, შემქმნელი ყოველთვის აგზავნიდა დახმარების შემწლეს, საიმისოდ, რომ სასჯელი შემზუგებულიყო და ადამიანთა მოდგმას არსებობა შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ დღეს სწორედ ასეთი რეალობის წინაშე დგას კაცობრიობა და მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ეს გათვითცნობიერებული არა აქვს, ეს სინამდვილეა. არსებული სიტუაციის საღად შეფასების უნარის წარმოთმევაში კი, როგორც გითხარით, თავი და თავი ის სატყუარაა, რასაც ღმერთის სახელის გამოყენებაზე დაფუძნებული რელიგიები და რელიგიური სექტები წარმოადგენენ. განურჩევლად იმისა, თუ რას ქადაგებენ, სინამდვილეში ყოველი მათგანი იმ ერთ საერთო საქმეს ემსახურებიან, რაც ადამიანთათვის გონების მიძინებაა. რასაც მიაღწიეს კიდეც და ისე გააუგუნურეს ადამიანთა მოდგმა, რომ მათში სიყვარულის გრძნობა თითქმის სრულიად ჩაანაცვლა ეგოიზმმა. შედეგად კი რაც იქნა მიღებული, ეს უკვე საყოველთაოდ ხილვადი თვალსაჩინოებაა და კომენტარს აღარც საჭიროებს. სამწუხაროდ თითოეულ ადამიანს გათავისებული ვერ აქვს ის ფაქტი, რომ კაცობრიობა ერთმთლიანობაა და თითოეული ადამიანი კი მისი ნაწილია მხოლოდ. ხოლო ნაწილები თუ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირით არ იქნებიან შეკავშირებული, მაშინ ეს მთლიანობა ვეღარ შენარჩუნდება. კავშირის სიმყარე კი სიყვარულის გრძნობის არსებობაზეა დამყარებული და თუ კი ის გაქრება, როგორ გაიარსებებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გადავალ იმ მთავარი საყრდენის მხილებაზე, რაზეც დგას ყველა იმ უბედურების გამომწვევი საფუძველი, რაც კაცობრიობას თავს ატყდება. ხოლო ყველაფერი რომ საყოველთაოდ გასაგები ფორმით ახსნა, მოვიქცევი ასე. ამ სამყაროსა და ადამიანთა მოდგმას ერთი შემოქმედი ყავს, რომელმაც ყოველ ადამიანს ერთგვაროვანი, ანუ ადამიანური კატეგორიის სული უბოძა. ეს კი იცით რას ნიშნავს? რას და იმას, რომ ყოველ ადამიანს დაბადებითვე ეძლევა ერთნაირი გონების პროგრამის მომცველი სული, რომელი პროგრამაც მომცველია ერთნაირი კანონმდებლობებისა და თუ კი რელიგია მართლაც ღვთისმიერი ძალით იმართება, მაშინ მისთვის ერთ-ერთ აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ იგი ერთსახოვანი უნდა იყოს მთელი კაცობრიობისათვის. ცხადია ადგილი იქნება ასეთი კითხვის დასმას. თუ კი ყველას ერთნაირი სული აქვს, მაშინ რატომ აქვს ადგილი სხვაობებს, სქესის, იერსახეობრივ და ეროვნული სახით? ამ კითხვის პასუხი შემდეგია. ღმერთმა ადამიანური სრულყოფილება ქალისა და კაცის ნაერთის გამთლიანებით წარმოადგინა საიმისოდ, რომ გაგრძელებულიყო ადამიანთა მოდგმა და სხვა დანარჩენი დანიშნულება ამ სქესობრივ სხვაობას არ გააჩნია, არც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების მხრივად და არც ღმერთისადმი რწმენის მხრივ. შესაბამისად, კანონებით საერთოა და განსხვავება რაც არის, მხოლოდ პირადულშია სქესის თავისებურებიდან გამომდინარე. ამიტომ აუცილებელია იცოდეს ყველამ, რომ ღმერთი რწმენაში არ ასხვავებს, ქალია თუ კაცი, რა ეროვნებისა და რა გარეგნობის. მისთვის ყველა ადამიანი ერთნაირად მისაღებია, ხოლო რაც შეეხება იმ განსხვავებებს, რაც ადამიანთა შორის არსებობს, ეს შედეგია იმ საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობისა, შემქმნელმა რომ დაუდგინა ადამიანთა მოდგმას საარსებოდ,
რომლის თანახმადაც ადამიანებს მიცემული აქვთ თავისუფალი ნება იმისა, კანონები როგორც ნებავთ, ისე დაიცვან, რითაც იმსახურებენ გენეტიკურ სახეცვლილებებს და ასე გადასცემენ შთამომავალს, რომელიც წინაპარივით იქცევა და თავის ქვალს ტოვებს გენზე, რომელსაც ისიც თავის შთამომავალს გადასცემს. აი სწორედ ასე ვითარდება იმ განსხვავებების წარმოშობა, რაც ადამიანებს შორის არსებობს და მათი წარმოშობის საფუძველიც ერთია მხოლოდ ადამიანთა საარსებოდ დადგენილი იმ კანონების დაცვა ან დაცვა, რომელი კანონები ყოველი ადამიანის სულის გონების შემადგენლობა. ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ რატომ წარმოადგენენ რელიგიური მიმდინარეობები განურჩევლად ყველა ბრუტების საძირკველს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მართლაც რომ ღმერთის ძალით იმართებოდნენ, მაშინ მის მოძღვრებს ევალებათ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში გაათვითცნობიერონ ხალხი და სხვა მეტი არაფერი. მაგრამ ასეთი მოძღვრები არ შეიძლება იყოს მრავალრიცხოვანი რაოდენობის, რადგან გენეტიკურად ძალიან მცირერიცხოვანი არიან და თანაც მათ მოეთხოვებათ ამ კანონებში ფრიად განსწავლა. მისი მიღწევაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ კი ისინი თავად იქნებიან მათი უპირობო დამცველები, რადგან სხვას რომ ასწავლო და მიუთითო რაიმეს შესრულებაზე, ჯერ თავად უნდა იყო მისთვის მაგალითის მიმცემი. აბა დაფიქრდით, ასეა მართლაც. ეს ხომ აშკარაა, რომ მსგავს რამესაც კი არა აქვს ადგილი. უფრო მეტსაც გეტყვით, ისე, რომ არ შევეხები იმ ზღვარგადასულ მანკიერებებს, რასაც ისინი სჩადიან. არამედ მხოლოდ ამაზე შევჩერდები. თვითონვე აღიარებენ იმას, რომ ანტიქრისტე რელიგიაში ჩამოყალიბდებოდა. ეს კი მეტყველებს იმას, რომ მათ საერთოდ შეხებაც კი არა აქვთ ღვთიურ სიბრძნესთან, რადგან ასე რომ არ იყოს, მაშინ ეცოდინებოდათ, რომ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობა ღვთიური ძალის განგებით მიმდინარეობს, იქ მომსახურე პერსონალში ვერანაირად ვერ მოხდება ეშმაკის სულის მიღება. ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ რელიგიურ მოღვაწეობს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ არც ღმერთის რაობაზე, არც მის ძალაზე და არც მის მოთმინების უნარზე. თორემ ამდენს ვერანაირად ვერ გაბედავდნენ. ვერ გაბედავდნენ იმიტომ, რომ სწორედ საუკუნეთა ბოლო ჟამს, რომელში დროშიაც ახლა ვიმყოფებით, არის დადგენილი მათთვის განაჩენის გამოტანა, რომლის სიმძიმეც იმდენად დიდია, რომ მასზე საუბარიც კი არა, გაფიქრებაც კი მსაავს. მაგრამ მათ სავსებით დაიმსახურეს ის, რადგან მათი დამსახურება ამ მსოფლიო მოსახლეობისათვის გონების იმ დონეზე მიძინება, რომ მათი ნაწილი რელიგიურ ფანატიკოსებად ჩამოყალიბდა და ნაწილიც ათეისტებად. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტ რწმენის მქონეებს, ისინი კი ძალზედ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ. ეს კი იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ადამიანთა მოდგმა საყოველთაო დონის წარღვნის წინაშე დგას, რომელზედაც ბიბლია აცხადებს, რომ ადრე თუ ის წყლით მოხდა, ახლა ცეცხლით იქნებაო. მაგრამ ბრძენმა შემქმნელმა ცხადია ყოველივე ის გაითვალისწინა, რაც შეიძლება გამოეწვია ქმნილება სრულყოფილებამდე მისვლამდე. ამიტომ საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობაც ისე შექმნა და მის მსვლელობაზე კონტროლი დააწესა კიდეც, რომ ადამიანებს საკუთარი მოდგმის მოსპობის განაჩენი არ დაემსახურებინათ. ამიტომაც ყოველ ეპოქაში არსებობდა და ამჟამადაც არსებობს მადლით გამორჩეული ნადამალი, რომლის წარმომადგენლებსაც მიცემული აქვთ იმის უნარშემძლეობა, რომ მსოფლიო მოსახლეობას ააცილონ სრულიად საკაცობრიო მასშტაბის მომცველი წარღვნა. თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ხალხის 1/3 გადარჩება ცოცხალი მომკილი შედეგების განაჩენის აღსრულებისას. ასევე უნდა გაცნობოთ ისიც, რომ ამ საქმეში ლომის წილი ეკუთვნის ქართულ ენაზე მეტყველ ერს. როგორც წარქმნითი მოვლენების მომკის დამსახურებაში, ასევე გადარჩენის როლის მხრივაც, რადგან ყოველივე საფუძველი ამენით მოფიქრალ მოსაუბრე პიროვნებებშია ჩადებული. ამაზე ადრეული პერიოდიდანვე იყო ინფორმირებული ამერის ღირსეული წარმომადგენლები და საკმაო მესიჯებით დაუტოვეს კიდეც შთამომავლობას. ხოლო ამჟამად კი სწორედ ამენით გაცხადდა ის მხილებული ჭეშმარიტება, რომელზეც ბიბლია წინასწარმეტყველებდა იერემიას 23 თავში, რომ უფალია ჩვენი სიმართლის სახელწოდებით გამოქვეყნდებოდა. და იესო კი მასზე ამბობდა, რომ როცა ის ეკადაგებოდა მსოფლიო ხალხს დასამოწმებლად, მაშინ დადგებოდა აღსასრული. როგორც ხედავთ, ყოველივე ეს სახეზეა. სახარებაც მხილებული ჭეშმარიტების სახით ინტერნეტის საშუალებით ეკადაგება მსოფლიო მოსახლეობას და აღსრულებითი ფაქტების ხორციელდებიან კიდეც სამყაროს მიერ. ამიტომ რაც დროზე მოხდება ქმედებაზე გადასვლა სრული მასშტაბით, მით შემოკლდება სასჯელების აღსრულების დღეები. ხოლო რაც შეეხება ქმედების გააქტიურებას, ის კი შემდეგია. ის კანონები, რომელიც ყოველი ადამიანის გონებაშია ჩადებული ჭეშმარიტების კანონების სახით და ბიბლიაშია გაფანტული,
ჩემს მიერ ამოკრებილი იქნა, რომ წიგნი ბედისწერის კანონმდებლობის სახელით გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე me-sia.com. გაეცანით ამ კანონებს და შეადარეთ თქვენი განვლილი ცხოვრება. აღმოაჩინეთ ის დარღვევები, რომელიც თქვენ აქამდე გეგონათ, რომ სწორი იყო, მაგრამ ეს კანონები მიგახვედრებთ, რომ თურმე არასწორი სწორად წარმოუდგენიათ თქვენთვის და გულწრფელად მოინანიეთ სათანადო ქმედებით. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეთ ღმერთის რწმენისადმი დადგენილ კანონებზე. ეს გახლავთ მოკლე და პირდაპირი გზაგონების იმ დაბლოკილი ნაწილების გასახსნელად, რის გამოც გამოიარეთ ის ტანჯვა, დამცირება და სიდუხჭირე, რამაც ჩაგრულ ფენად გაქციათ. დაიბრუნეთ თქვენი ადგილი, რომელიც მეფურია და არა მონური. ამით თავსაც გადაიჩენთ, ოჯახსაც და კაცობრიობასაც არიდებთ სრულმასშტაბიან უბედურებას. აი ამის დაფარვას ემსახურებოდა სატანური ის ორგანიზაციები, რომლებიც ღმერთის სახელით წამოფარებული ნიღბით ფუნქციონირებდა საუკუნეების მანძილზე რელიგიებად და რელიგიურ სექტებად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღმერთს კაცობრიობა გასანადგურებლად არ შეუქმნია და არც ადამიანები უგუნურ არსებებად ჩამოსაყალიბებლად. გონიერება კი ისეთი ძალის მომცველია, რითაც ყოველთვის გამარჯვებული იქნება უგუნურებაზე, ვინაიდან თავად უფალია გონიერთა სიმართლე. სიმართლე კი ყოველთვის სრულდება ფაქტად.